თბილისის დინამო დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელია. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალზე ქვეყნის ჩემპიონმა თბილისის დინამომ საჩხერის ჩიხურა 2-1 დაამარცხა. დინამომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ფინალში მე-14-ად ითამაშა და თასის მფლობელი მე-11-ად გახდა. ძალიან გდა გაუნდია იქნება მე-17-ზე უკვე დავშით ხასნაკლებები. თუმცა გამოჩნდა ჩვენი გუნდის ხასიათი და სიმტკიცე იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა ბოლომდე. დიდი მადლობა მინდა მოუხავთ თითოეულ ფეხბურთელს, ისინი დღეს ნამდვილად გმირები არიან და ემსახურებენ თასს. სულისკვეთება გამოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ხასნაკლებმა მაინც შევძლებთ ის, რომ თასის ფინალი მოვიგეთ. მე მგონი დამსახურებულად მოვიგეთ და მთელი სეზონი იმისთვის ვარჯიშობდით, ვემზადებოდით, რომ როგორც ჩარშან წელს დუბლით დაგვემთავრებინა. კონცენტრაცია, რომელიც ჩვენ დავკარგეთ ზუსტად აი ამ გოლის მომენტებში, არ გვაპატიეს ზუსტად ისეთმა ფეხბურთელებმა, რომლებიც გამორჩეული არიან საქართველოს ჩემპიონატში და დავსაჯეს. მხოლოდ ეს მინდა გითხრათ. წარმატებებს ვუსურვებ თბილისის დინამოს.